ის რაც შემოსავალია ქვეყანას, ახალ წარმოებას არ ხმარდება და სოფლის მეურნეობას საერთოდ გაანადგურეს. გავაკეთეო, რა გააკეთა კაცო. რაც გააკეთა მან, ეს ყველაფერი არის ჩვენ საწინააღმდეგოდ და ჩვენზე გამოყოფილი თანხები. ხალხზე გამოყოფილი თანხები, რომლებიც არის მსოფლიო ბანკის დახმარება, ევრობანკის დახმარება, იმ მსოფლიო ქვეყნების დახმარება, რომელიც ისე გუმანიტარულ დახმარებებს გვაძლევს. იმ სოფლების დახმარება, რომელიც ინვესტიციებს დებენ, მაგრამ იმაშიც ხელყოფენ. სოციალური დახმარების აგენტმა მევიდა ოჯახში, შეგვამოწმა, აქ ჩვენო რა დავწეროთ 55 ქულასაც ვერ ვათავებთ. წევიდა ეგერ გატარდა კომპიუტერში, გამოვიდა 1900 ქულა. არც სოციალური დახმარება, არც სამედიცინო დახმარება ოჯახში, არაფერი არა. და შემოსავალი არანაირი. შემოსავალი არანაირი არა. მე რა ვიცი რა ფერი რა არის. ისეთები რეგულირებენ დიდრები. წერში უნდა გაწევთ. აი ზუსტად ჩვენი მოსვლისთანავე გადაისინჯება ის სიები, ვისაც აქვს სოციალური დახმარება. აი ხო არსად არ გაკრება. რა ვიცი და ოქტომბერში ხო მოვლიან კაცო, აი ხო სოციალური დახმარება ხო? ერთი არის ოჯახი, ერთი პენსია. იმ პენსიას ევიდე, დეუნახავ მიდან დავდებ ხაზია. შევხედავთ ვინ მოა. ეგრევე გავყვებით იმ სოციალურ დახმარებას ყველას ოჯახებში მივალთ და შევამოწმეთ. თუ ჯერ ერთი მაგალ 2009 წლიდანაა გამხდარიყო პენსია $100 ოდენობით. კაი, ახლა 2008 წელს ომი მოხდა პენსიონერების რუგზე. რატომ მათ არ იკლებენ ხელფას? გასულ წელში თვითონ ტელევიზორს უსმენდი მე, რომ ისიო ახალი წლიდანო 140 ლარი იქნება პენსიაო. და შუა ზაფხულიდანო მე რომ $100 თქვი ის იქნება. სადა, მაი გაქრა $100. ახლა ვითომ ისიო ამ პენსიის მომატებაზე. დაზღვევის იგი პოლუციო. ჩვენ კარაქში ჩვენ გხრაგვე. რაც შეეხება ამ დასაქმებას, დაასაქმებენ საცხაფილების დაწყობაზე ერთ 5 კაცს და 100 კაცი დავასაქმეთო და ჩვენი სოფლის ნახევარი ხალხი გასულია თურქეთში სამუშაოდ. ეს არის დასაქმება და ეს არის ამ მთავრობის იგი დახმარება. რა ვიცი, ასეთი პრობლემებია რაღაცა და მაინც სოფლის მეურნეობაზე გადავიტან აქცენტს, რომ სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი დახმარება გვჭირდება გლეხ ხალხს.